გამარჯობა, თქვენ უყურებთ ქარდაგის ახალ ეპიზოდს. დღევანდელ ეპიზოდში საუბარი გვექნება ფრანგულ ავტო ინდუსტრიაზე. საერთოდ საიდან დაიწყო ფრანგული ავტომობილების ისტორია, რომელი იყო გამორჩეული მოდელები, რამდენიმე მოდელის მიმოვიხილავთ, ასევე გადავწყვეტებით რბოლებსაც. პირველ რიგში ფრანგული ავტომობილების ხსენების დროს, რომელი ავტომობილები გვახსენდება? Peugeot, Citroën, Renault, რა თქმა უნდა, მისი აღმატებულება Bugatti და ასევე Alpine. Alpine-ის შესახებ შეიძლება ბევრი ინფორმაცია არ გქონდეთ, თუმცა ძალიან საინტერესო ავტომობილებს აწარმოებდა და ახლაც არის წარმოებაში. ფრანგული ავტოწარმოება იწყება უძველესი დროიდან, მას შემდეგ რაც პირველი ავტომობილები გაჩნდა, ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საფრანგეთი იყო ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც პირველი ავტომობილები დაიბადა 1800-იან წლებში, მე-19 საუკუნის მიწურულს. აქ ძალიან ბევრი ბრენდი გაჩნდა, არა მარტო ის ბრენდები, რომელიც აღარ ჩამოხსნილი, ასევე იყო ძალიან, ესე ვთქვათ, ლამაზი და უნიკალური ავტომობილები, რომლების ბრენდების სახელები ჩვენ სამწუხაროდ არ ვიცით. ცნობილი არ არის. რა თქმა უნდა, რამდენიმე სახელი და სახელწოდება გვაქვს და ისტორიებიც არსებობს, თუმცა ფართო მასებისთვის ცნობილი არ არის. პირველი რბოლები სწორედ რომ საფრანგეთში გაიმართა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საფრანგეთი იყო ავტოსპორტის დაბადების ადგილი. განსაკუთრებით გამოირჩეოდა პარიზ-რუანის რბოლა, რომლის შესახებ არის ისტორიული ფაქტები და მანდ სწორედ რომ ძალიან ბევრი ფრანგული ბრენდი იღებდა მონაწილეობას. ალბათ თქვენს დამეთანხმებით, რომ 1920-იანი, 1900 წლიანი ავტომობილები იყვნენ ულამაზესები და რაღაცნაირი სხვანაირი დიზაინი ჰქონდათ რა. თითქოს აეროდინამიკაზე იყო გათვლილი, თუმცა რა სჭირდებოდათ, არ ვიცი, იმიტომ რომ ძალიან ძიმეები იყვნენ და თან სიმძლავრეც არ ჰქონდათ, მაგრამ დიზაინზე ნამდვილად ფიქრობდნენ და ხარისხიან ავტომობილებს აკეთებდნენ. Bugatti-ის მაშინდელი მოდელები, სხვათა შორის მაშინ იყო Bugatti Type 35, ყველაზე ესე ვთქვათ, ტიტულოვანი ავტომობილი, რომელსაც 1000-ზე მეტი რბოლა აქვს მოგებული. სხვადასხვა განვითარება პოვა ამ ავტომობილმა, ულამაზესი იყო, გამოირჩეოდა სხვათა შორის მისი სიმსუბუქით. რაც გასარკვირი იყო, სიმსუბუქით და სიმძლავრე ზოგ შემთხვევაში, ზოგი ძრავის შემთხვევაში 150, 170 წელიწადამდეც კი აღწევდა, რაც მაშინ სერიოზული მიღწევა იყო. საუბარი აქვს, რა თქმა უნდა, 1900-იან, 1920-იან წლებზე. და უკვე 1923 წელს ჩატარდა პირველი ლემანის რბოლა, 24 საათიანი რბოლა. მისი გამარჯვებული 1923 წელს, რა თქმა უნდა, ფრანგები გახდნენ. ფრანგული ეკიპაჟი. რბოლა გაიმართება 24 საათის განმავლობაში და გამარჯვებული ვლინდება ძალიან მარტივად, ვინც ყველაზე მეტს გაივლის 24 საათის განმავლობაში, ის გუნდი და ის ავტომობილია გამარჯვებული. დღესაც მაგცესებით ხელმძღვანელობენ, დღესაც ტარდება და დღესაც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რბოლაა ლემანის რბოლა. კარგი, დაუბრუნდეთ ახლა ჩვენს ავტომობილებს. Bugatti იყო ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ბრენდი, რომელიც დაარსდა 1909 წელს და მას შემდეგ აწარმოებს ძალიან საინტერესო მოდელებს. დღესაც Bugatti Volkswagen-ის შემადგენლობაშია და Chiron Veyron's და კიდე რამდენიმე მოდელი ყავს ისეთი განსაკუთრებული სპეციალური ტრეკისთვის მომზადებული, რომელსაც აწარმოებს ძალიან აქტიურად და მათი კადრები, ვიდეოები და ასე შემდეგ ძალიან ბევრია, ბევრი ბლოგერი საუბრობს ამ ავტომობილებზე და ბევრგან შეგიძლიათ იხილოთ ეს ავტომობილები. სხვათა შორის, რაც Volkswagen-ის გრუპში გადავიდა Bugatti, მაგის შემდეგ უფრო გააქტიურდნენ და გაზარდეს წარმოება. ფასიც რა თქმა უნდა იაფი არ არის და ყველა Bugatti ძალიან ძვირი ღირს. გადავიდეთ უკვე Alpine-ზე. Alpine არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილი, ვინც რალის მაყურებელია და ესე ვთქვათ, თვალსადევნებს რალის ძველი დროიდან ეცოდინება Alpine-ის შესახებ. ეს იყო მსუბუქი ავტომობილი, უკან აწამოყვანი, ძრავით სხვათა შორის უკან ქონდა მოტოფსებული, მძღოლს უკან, ანუ მიდენჯინი, შეიძლება ითქვას, და მთავარი ყოზირი ამ ავტომობილის იმაში მდგომარეობდა და მაგიტომაც გახდა რალის ლეგენდა, რომ იწონიდა ძალიან ცოტას. ძველი მოდელი EA100 იწონიდა ძალიან ცოტას, რის შედეგადაც 60-70-იან წლებში ძალიან ბევრი რბოლა აქვს მოგებული. სხვადასხვა მოდიფიკაციები არსებობდა, რა თქმა უნდა, ამ ავტომობილის, თუმცა, როგორც ვეითხარით, მთავარი, ესე ვთქვათ, გამარჯვების მომტანი ამ ავტომობილისთვის იყო მისი წონა და წონის გადანაწილება. ძალიან მომხიბვლელი მოდელია და დღესაც აწარმოებენ ამ მოდელს, სხვათა შორის, რომლის ფასიც ძალიან დიდია. მანქანა იწონის 1100 კილოგრამს, აქვს 250 ცხენის ძალა, 0-დან 100-მდე ჩქარდება 4.5 წამში, მაგრამ არსებობს უფრო ძლიერი 300 ცხენის ძალიანი კომპლექტაციაც, რომლის ფასი იწყება უკვე 80,000 ევროდან. ხო და მეორადის შეძენის შემთხვევაში მისი ფასი ახლავს დაახლოებით 60-65,000 ევრო და ამ ავტომობილისთვის 65,000 ევრო, რა ვიცი, შეიზენდით.
მე კი ძალიან მომწონს და ძალიან ესე ვთქვათ მიზიდავს ეგეთი სპორტული და პატარა მანქანები, ტრეკზე ორიენტირებული, მაგრამ კაი, გადავიდეთ უკვე Peugeot-ზე და Citroën-ზე. ამ ორ ბრენდს ერთად განვიხილავ, იმიტომ რომ ერთი და იგივე ჯგუფს ეკუთვნის, PSA ჯგუფს ეკუთვნის, ორივე ფაქტიურად ერთი ბრენდია, თუმცა დამოუკიდებელი სამოდელო რიგები აქვს და დამოუკიდებლად აწარმოებენ მანქანებს. მაგრამ ჩვენ ავტოსპორტის მხრივ მივყვებით ამ განხილვას, საფრანგული ავტომობილების განხილვას, ამიტომ პირველ რიგში უნდა განვიხილოთ Peugeot 205 GTI, რომელიც ჩემი აზრით, არა მარტო ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილია სამართავად, რომელიც კი ოდესმე შექმნილა. 1980-იანი, 90-იანი წლების საუკეთესო ჯიბის ჰეჩბექს უწოდებდნენ მას, hot hatch-ი, რასაც ქვია, ანუ საუკეთესო ცოფიანი ჰეჩბექი იყო, რადგან სიმძლავრე ჰქონდა დაახლოებით 100-130 ცხენისალა გააჩნია ძრავს და იწონიდა 700-დან 800 კილოგრამამდე, ცოტა მეტსაც 850 კილოგრამს უკვე ბოლო წლებში. თავარი მიზეზი თუ რატომ მოწონათ ავტომოყვარულებს ეს ავტომობილი ესე განსაკუთრებულად იყო, რა თქმა უნდა, მისი წონა. მისი გადაცემათა კოლოფი, პედლების განლაგება, საჭის მექანიზმი, რომელიც ძალიან კარგად გვაძლევდა ინფორმაციას თუ როგორ მოძრაობს ავტომობილი, სად მიდის, როგორ შეიძლება მისი მიმართვა მოსახვევში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ის თვისებებია ზუსტად, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ ავტომოყვარულები ავტომობილში. ძვირიანი ავტომობილის რომ ავიღოთ, Ferrari, Lambo რაღაცა, თავარი არის ჩვენთვის, როდესაც ვატარებთ ესეთ ავტომობილს, რა შეგრძნებებს გვაძლევს, ხო? სწორედ შეგრძნებების მეფე არის 205 GTI, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. თუ ნამდვილი ავტომოყვარული ხართ 205 GTI-ის გატარების დროს, ნამდვილად დაგეგმებათ ის შეგრძნება, რომ მიხვდებით, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილი. საოცრად ცოცხალია, იმიტომ რომ მსუბუქია, სიმძლავრე საკმარისი აქვს და უკვე როდესაც მსუბუქია ავტომობილი გეჩვენება, რომ ძალიან მძლავრია და არ არის აუცილებელი რომ გქონდეს 1500 და 1700 ცხენისალა იმისთვის, რომ რაღაც სიამოვნება მიიღო. დიახ. აიღა ანა მაცნობა, რომ 205 GTI და Porsche 911 ახალი ერი გადაღებული ყავს, კრის არის ერთ-ერთი საუკეთესო ავტორევიუერია, ანას აზრით და ჩემი აზრით საუკეთესო ავტორევიუერი, შეგიძლიათ მაგის ვიდეოსაც უყუროთ. ბოლო თაობის 911, რომელიც მექანიკაა ასევე და აქეთ ყავს ძველი Peugeot 80-იანი წლების, რომელიც ასევე მექანიკაა. კრის არის ზუსტად იგივეს ამბობს, რომ ორივე ავტომობილისგან ვიღებს სიამოვნებას, თუმცა რაღაც მომენტებში Peugeot ჯობია. მეც შეიძლება დავეთანხმო, ძალიან გამიჭირდება ეხლა, მაგრამ 205 GTI-ზე ყველა ამბობს, რომ ძალიან მაგარი მანქანაა, თუმცა მე სამწუხაროდ არ მყავს ნატარები, მაგრამ მქონდა სიამოვნება და მყავდა Peugeot 106, S16, რომელიც თითქმის ახლოს არის 205 GTI-სთან, იმიტომ რომ ესეც მძლავრია, ესეც მსუბუქია, ფორმებსაც დაახლოებით იმეორებს და საკმაოდ ცოცხალი და გასართობი ავტომობილია. ნამდვილად ეს ავტომობილები 80-იან წლებში, 80-90-იან წლებში იქნებოდა ავტომოყვარულებისთვის ნამდვილი განძი, რადგან ემოციებს გაძლევს ეს ავტომობილები იმდენად, მაგრამ სხვადასხვა ხელმისაწვდომ ფასად არ ჭირდება დიდი თანხა იმისთვის, რომ ეს ავტომობილი შეიძინო, ხო? ახლა კი ძვირიღის, იმიტომ რომ ლეგენდა არის და ძალიან ესე ვთქვათ ცოტა დარჩა ეს ჯანსაღი მოდელები და მისი ფასი შეიძლება 20, 25, 30000 ევროს კი იყოს. არა და თავის დროზე ძალიან იაფი ღირდა ეს ავტომობილები. გადავიდეთ უკვე Citroën-ზე. სანამ სპორტულ Citroën-ებზე გადავალ, უნდა ვახსენო აუცილებლად Citroën DS-ი, რომელიც იყო 1955 წელს გამოშვებული პირველი მოდელი და ეს გახლავთ პირველი ინოვაციური სედანი, რომელსაც ჰქონდა ბალიშები. ეგრეთ წოდებული პადუშკები. 1955 წელს წარმოიდგინეთ და ერთი განსაკუთრებული თვისება ჰქონდა ამ ავტომობილს, შეგეძლოთ საბურავი ისე შეგეცვალათ, რომ დანგრატის გამოყენება არ მოგიწევდათ. ამ ბალიშები შეგიძლიათ ერთი საბურავი ისე აგეწიათ, რომ თავისუფლად შეცვლიდით, ანუ თავისუფლად მოახერხებდით მის შეცვლას. და რა თქმა უნდა, ინოვაციური ავტომობილი, იმიტომ იყო გარდა ბალიშებისა, რომ ჰქონდა უამრავი ნავაროდგა ფუნქცია, ძალიან კომფორტული ავტომობილი იყო და მაშინ ძალიან ბევრ ფილმში გადაიღეს ეს ავტომობილი. თქვენს გეცოდინებათ დარწმუნებულად და ნახი გექნებათ სხვადასხვა ფილმებში. ხოლო რა შეიძლება Citroën-ს სპორტში? პირველი რაც მახსენდება Citroën-ზე, ეს არის Sebastian Loeb, ეს გახლავთ ფრანგი მრბოლელი, რომლის რეკორდი ჯერ კიდევ ვერავინ ვერ გააუმჯობესა. მას აქვს 9 გამარჯვება ZZ მსოფლიო რალის ჩემპიონატზე. სწორედ Citroën-თან ერთად მოახერხა მან ეს. სხვადასხვა მეორე ადგილზე არის 8 გამარჯვებით Sebastian Ogier-ი, ისიც ფრანგი ბოლერი გახლავთ. საუკეთესო სახეობაა რალი, დავერწმუნებით ალბათ ავტოსპორტის და
ფრანგებს აქვთ რეკორდები, რაოდენ გასაკვირის არ უნდა იყოს ფრანგული ავტომობილებით. და მესამე მსხვილი ბრენდი საფრანგეთში ეს გახლავთ Renault. მისი ყველაზე გამორჩეული მოდელები გახლავთ Renault 5, ოღონდ ტურბოზე მაქვს საუბარი, Renault 5 ტურბო. ეს არის პატარა ჰეჩბექი, უკანა წამყვანი, ტურბინიანი 1.5 ძრავით, 200 ცხენი ძალამდე ჰქონდა და ძალიან ცოტა სიწონიდა ეს ავტომობილი. მოგნეთ რასაც ვაგვირდები, ფრანგული ავტომობილების მთავარი საიდუმლო გახდათ იმაში, რომ ყველა იყო ძალიან პატარა ზომის და იწონიდა ცოტას. სიმძლავრე რა თქმა უნდა ჰქონდათ, იმიტომ რომ ძრავების დამუშავება ასე თუ ისე შესაძლებელია, 4 ლიტრიანი ძრავების, ან გაადურბინებ, ან მაღალ ბევრს დააღრიალებ ატმოსფერული ძრავს და სიმძლავრეს ამოიღებ. თუმცა ეგეც დიდ გამოსვლებასთან არის დაკავშირებული. სხვათა შორის ახალი Renault 5-ის გამოვიდა, ოღონდ ამჯერად უკვე ელექტროა. პარიზში ახლა რომ დავდივარ, აქტიურად ხდება ეგ ავტომობილები და ძალიან ბევრი იყიდება როგორც ხვდები. და რა თქმა უნდა, უნდა ვახსენო Renault Megane-ის RS ვერსია, რომელსაც ნურბურგინგზე სხვათა შორის რეკორდი ჰქონდა წინა წამყვან ავტომობილებში რაღაც პერიოდი. საკმაოდ ძლიერი ავტომობილია, კონკურენტუნარიანია და ბიუჯეტურიც რაღაც მხრივ. მისი ყიდვა შესაძლებელია, ახლაც შეგიძლიათ იყიდოთ, თუ დაინტერესდებით, სხვათა შორის საქართველოს კანონმდებლობითაც შეგიძლიათ განაბაჟოთ, იმიტომ რომ 2013 წელს ზემოთაც არის ეგ მოდელები. საკმაოდ მაგარი მანქანა თუ ტრეკი და სწრაფად სიარული მოგწონთ. და Renault რა თქმა უნდა წარმოადგენელი იქნება, რომ არ ვახსენოთ Formula 1. რადგან Renault Formula 1-ში ყოველთვის დიდ წარმატებას აღწევდა. შემდეგ უკვე, როდესაც მან მოიპოვა თავის გუნდთან ერთად გამარჯვება 2000-იან 2012, უბრალოდ 2010-2012 წლებში უკვე მისი ძრავებით სხვადასხვა გუნდები, Williams-ის გუნდი, Red Bull-ის გუნდი აღწევდნენ წარმატებას და მთავარი მიმწოდებელი ძრავების იყო სწორედ რომ Renault რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. დღესაც არის Formula 1-ში Renault და ის უკვე Alpine-თან ერთად არის, Alpine-ის გუნდშია და Renault-ს ძრავებია Alpine-შიც, რა თქმა უნდა, გამოყენებული. ეს იყო დაახლოებით წარმოადგენა რომ შეგექმნათ თუ რამდენად წარმატებული იყო ფრანგული მანქანები ავტოსპორტში. რაც შეეხება მის ყოველდღიურ ჩვეულებრივ ავტომობილებს, ფრანგული ავტომობილები მაინც ხარისხით არ გამოირჩევიან. მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ ხშირად ექნებოდათ პრობლემები და ახალ მანქანებსაც მგონი რომ პრობლემები ექნებათ. საფრანგეთში რეგისტრირებული ავტომობილების დაახლოებით 50%, 52% არის მხოლოდ ფრანგული, ხოლო დანარჩენი არის უკვე შემოსული ავტომობილები. და ხარისხზე და სანდოობაზე სანამ ვსაუბრობთ, აქვე აღნიშნავ იმას, რომ პარიზში ვაგვირდები და არც ერთი ტაქსი არ არის ფრანგული. რაოდენ გასაკვირის არ უნდა იყოს. სულ ძირითადად ტაქსაობენ Toyota, Lexus-ი და ეგეთი ბრენდები, როგორც ჩვენთან ალბათ. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ტაქსისტებს თოის არ ეშლებათ ავტომობილის არჩევა და იმაზე მეტყველებს, რომ ფრანგული ავტომობილები მით უმეტეს რომ ახლებით არ გამოიჩნდება დიდად გამძლეობით. რა თქმა უნდა, ფრანგულ ავტომობილებზე საუბარი წარმოუდგენელი იქნება ლეგენდარული ფილმის ტაქსის გარეშე, იმიტომ რომ ვინც 90-იანებში დავიბადეთ ამ ფილმზე, Forsage-ზე ტაქსიზე ვართ გაზრდილი და ერთ-ერთი უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ამ ფილმების სერიებს მანქანის სიყვარულში ჩემთვის პირადად. რა შეეხება უშუალოდ მანქანას, ტაქსში გამოყენებულია Peugeot 406, საშუალო ზომის სედანი, რომელიც კონკურენტი უნდა ყოფილიყო მეხუთე სერიის და E-კლასის, თუმცა რამდენად კონკურენტია, მით უმეტეს მაშინდელი წლების ეგ თვითონ გამოვიდანით დასკვნები. ხოლო რა შეეხება უშუალოდ ტაქსში მონაწილე ავტომობილს, მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად ეს ავტომობილი ძალიან მომზადებული იყო და რამაზად გამოიყურებოდა ფილმისთვის, დაწეული პადვესკით და ფრთებით და სპოილერით და ასე შემდეგ. ძრავი იყო მაშინ ქარხნული, თუმცა ქარხნული ძრავით საკმარისად კარგია, იმისთვის რომ ეს მანევრირებები შეესრულებინებიან მანქანას. ძრავი ახლაც 3.0 V6, რომელიც 210 ცხენის ძალას გამომიშავებს და 0-დან 100-მდე აჩქარება მანქანას ჰქონდა 7.5 წამში, რაც მაგდროისთვის ნორმალური იყო საშუალო ზომის სედანისთვის. ძალიან მაგარ მოგონებებთან ასოცირდება ეგ ავტომობილი ჩემთვის და სხვათა შორის საფრანგეთში იყიდება რამდენიმე ესე მომზადებული ავტომობილი დაახლოებით მაგ სტილში, მაგ დიზაინით, თუმცა ფასი საკმაოდ ბევრი აქვს. 15, 20, 25,000 евро ღირს, რაც მე შემკვდა უცებ რომ მენახა ეს ავტომობილები. V6-ზე გამახსენდა Renault-ს ყავდა Clio V6, რომელიც ჩაუვარდა პროექტი, წარმატებელი პროექტი იყო ჩემი აზრით. კი, რამდენიმე შეიძლება შეგვთქვათ კიდევაც ქუჩებში, იმიტომ რომ წარმოებაში იყო და რამდენიმე გაიყიდა კიდევაც, თუმცა
ეს ავტომობილი უნდა ყოფილიყო წარმატებული გაგრძელება Renault 5 Turbo-სი, რომელიც იყო მსუბუქი, ტურბინიანი, უკანაზრავიანი ჰეჩბექი, რალის უდიდესი შედეგებით და ძალიან სწრაფი ავტომობილი. თუმცა წარუმატებელი აღმოჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ავტომობილი გამოვიდა ძალიან მძიმე. პატარა, ძრავის უკან ჰქონდა მოთავსებული და ფაქტობრივად ისე გამოვიდა, რომ ეს ამანქანა ვერ უხვევდა. ანუ აგრესიული მანევრირების დროს სულ ეგრეთ წოდებულ სნოსში ვარდებოდა წინა საფურავები და მაგის გამო ვერ უხვევდა, ჩავარდა გაყიდვები ამ მანქანის Renault-სგან, მე თითქოს სადაც შეგვიძლია გამოესწორებინათ რაღაცები, მაგრამ მაინც არ გაამართლა ამ პროექტმა და საბოლოოდ ეგრევე შეწყვიტეს წარმოება, მიხვდნენ რომ სისულელე იყო ამ მანქანის წარმოება. მსგავსი საინტერესო ფაქტები ფრანგულ ავტოინდუსტრიაში ძალიან ბევრია, ძალიან ესე ვთქვათ სასაცილო ფაქტებიც არის ბევრი, იმიტომ რომ როგორც ვეკითხარით, ხარისხით და სანდობით არ გამოირჩევა ფრანგული ავტოწარმოება, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი ავტომობილები რაც ყავდა ფრანგებს იყო ეს ჰეჩბეკები, რომელზეც საუბრობდით, Peugeot-ი, Renault-ი ან Citroën-ის საკმაოდ წარმატებული ავტომობილები და სიამოვნებით დღესაც კი ვივლიდი იმ ძველი მოდელებით, იმიტომ რომ მართლაც რომ ემოციების მანქანებია და მიუხედავად მისი მონაცემებისა, არ აქვს ბევრი ცხენი ძალა და ასე შემდეგ, მაინც ძალიან სასიამოვნო სამართავი ავტომობილებია. ვიცი რომ საქართველოში არიან ფრანგული ავტომობილების მოყვარულები, განსაკუთრებით წყვილთარბოლებზე იყენებენ ავტომობილებს, მახსოვს რამდენიმე მართვის გამოცდილებაც მაქვს, Citroën Saxo-ი, Peugeot 106-ი კითხავთ კიდევაც რომ ყავდა, ასევე Clio RS-იც არის რამდენიმე საქართველოში და საკმაოდ კარგი ავტომობილებია ქართველებსაც მოსწონთ იმ მხრივ რომ ავტოსპორტში ძალიან კარგად შეიძლება გამოიყენოს ავტომობილი და დიდი სიამოვნება იყო მართვის დროს, რაც ყველაზე მთავარია დამეთანხმებით ალბათ, როდესაც ავტოსპორტში ვარ ჩართული. და რა თქმა უნდა, კიდევ გამოვრჩა, როგორ შეიძლება ამის გამორჩენა, მაგით უნდა დაიწყოს საუბარი. საფრანგეთის საკულტო ავტომობილი, რომელიც საფრანგეთთან ყველაზე მეტად ასოცირდება, Citroën 2CV არის, რომელიც ძალიან დიდხანს იყო წარმოებაში, დაახლოებით 40 წელი იყო, ერთი და იგივე დიზაინით გამოდიოდა და საოცრად ესე ვთქვათ, არაფერი განსაკუთრებული მაგ ავტომობილს არ აქვს. უბრალოდ არაფერი არ აქვს საერთოდ გარდა ძრავისა, რომელიც ძალიან სუსტია, 9 ცხენის ძალას გამოიმუშავა და თუ სწორად მახსოვს. თუმცა გადასაადგილებლად იყენებდნენ ფრანგები და პატარა მომცრო ზომის პრაქტიკული სედანი იყო, თუ შეიძლება მაგას სედანი ეწოდოს, 4-კარიანი, რომელიც თავისი ხასიათით დაგვამახსოვრდა ყველას, იმიტომ რომ სხვადასხვა ფილმებში იყენებდნენ მაგ ავტომობილს და ნამდვილად სახალისო ავტომობილია, სხვადასხვა დღესაც ვხვდებიან გზაზე, პარიზში რომ დავდივარ. ყველაზე მეტად იყო ეს ავტომობილი სხვადასხვა გაყიდული საფრანგეთში და დაახლოებით არის 4 მილიონი ეგზემპლარი ამ ავტომობილის გაყიდული საფრანგეთში ამ ავტომობილის და ძალიან მოსწონდათ ხალხს, იმიტომ რომ არაფერი არ ქონდა რომ გაფუჭებოდა. ძალიან მარტივი მანქანები იყო. და შესაბამისად ქალაქში გადასარგებლად მშვენიერი იყო ალბათ, არ ვიცი, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ რა შეიძლება მოგეწონოს მაგ ავტომობილში, მაგრამ და რომელ ფრანგულ ავტომობილს ვიყოლიებდი ახლა ამ ეტაპზე მე? ალბათ Renault Megane RS. იმიტომ რომ ყველაზე ხელმისაწვდომია, რაღაც 15,000 ევრომდე შეიძლება მაგ მანქანის შეძენა. ძალიან მარტივად ესე ჩარევით შეგიძლიათ აიყვანოთ 350 ცხენამდე, იქ პადვესკა, იქ კარგი სლიკები და დისკები, ტონუს სისტემის აპგრეიდი და წავედით რინგზე ანა. რინგისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მომზადებული მანქანა იქნება ჩემი აზრით. სიამოვნებით შევიძენდი მაგ ავტომობილს და სანამ შევიძენდი, აუცილებლად გადამამოწმებდი ამ ავტომობილს car vertical-ზე. ეხლა მინდა ერთი-ორი სიტყვა გითხრათ car vertical-ზე. ეს არის პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ სანამ ავტომობილს შეიძენთ, არ აქვს მნიშვნელობა საერთოდ ყიდულობთ ამ ავტომობილს ამერიკაში, ევროპაში, იაპონიაში, აზიაში, ავსტრალიაში თუ ასე შემდეგ. შეგიძლიათ მისი ვინ-კოდი მოათავსოთ car vertical-ის აპლიკაციაში და ნახავთ ამ ავტომობილის ისტორია. როდის სერვისდებოდა, იყო თუ არა რაიმე ავარიაში მოხვედრილი და ყველაზე მთავარია, ყველაზე მეტად მომეწონა car vertical-ის შემთხვევაში. შეგიძლიათ გადამოწმოთ თქვენი ავტომობილის ან თუ აპირებთ შეძენას იმ ავტომობილის გარბენის ნამდვილობა. ჩამოყრილია თუ არა გარბენი, ნახავთ, ან რა პერიოდში რამდენს გადიოდა ეს ავტომობილი, თუ იდგა დიდხანს მაგასაც ნახავთ და ასევე დაათვალიერებთ, რა თქმა უნდა, სურათებს თუ არსებობს ამ ავტომობილზე, სადმე საიტზე თუ იდო, ან აუქციონზე იყო გამოსული, რა მდგომარეობაში იყო, როგორ იყო, მის მოკლედ ამ ავტომობილის შესახებ გაიგებთ წინა ცხოვრების ყველანაირ დეტალს. თქვენ კი გაგვიზიარეთ, რომელ ავტომობილს
ისურვებდით ფრანგული ავტოპარკიდან ყველაზე მეტად და რა მოგწონთ მასში. ან შეიძლება საერთოდ არაფერი არ მოგწონთ ფრანგულ ავტომობილებში. დაგემშვიდობებით, თუ მოგეწონათ ვიდეო გაუსურვებთ და ლაიქეთ. არა ვთქვა რომ არხი გამოიწერეთო, ამიტომ გამოიწერეთ არხი. სხვა შორის ანამ გააკეთა თავისი არხი და ეგეც გამოიწერეთ. აბა დროებით.